დიდი მადლობა დაკავშირებისათვის, მინდა მოვესალმო თქვენს მაყურებელს და გამოვხატო ჩემი ბედნიერება, აქტუალობა დღევანდელი. ვარ ბედნიერი. კი ბატონო. ბატონო ქიბარ, თუმცა ჩვენ ასევე მოვისმინეთ რუსთავის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აუცილებლად მიმართავენ სხვა სამართლებრივ გზებს იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება, მათ შორის დასახელდა და საკონსტიტუციო სასამართლო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში თქვენ რას დაუპირისპირებთ მათ ამ გადაწყვეტილებას? ის რასაც გვარამია იძახის, რომ კანონიერი გზები არსებობს, ჩვენ მიეცემა მას საშუალება ეს ყველა კანონიერი გზა გამოიყენოს იმისთვის, რომ დარწმუნდეს ან თუ სადმე შეცდომაა გაპარული, გამოსწორდეს. მე არაფერი წინააღმდეგი არ მაქვს, სადაც უნდა იქ მიმართოს. კი ბატონო, ასევე ძალიან საინტერესოა, როდის მოითხოვთ თქვენ აღსრულებას იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც დღეს უზენაესმა სასამართლომ მიიღო კომპანიასთან დაკავშირებით. გავფიქსდებით გავივლი კონსულტაციას ჩვენს ადვოკატებთან და რაც კანონის ფარგლებში ჯდება, რაც ჩვენს კომპანიის საქმიანობას არ დააზიანებს, იმის მიხედვით გავაკეთებ სტრატეგიას, შევეცდებით რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს ამ მერატრონების შეცვლის პროცესით. კი ბატონო, თუმცა რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, წესით ამ პერიოდისთვის უკვე უნდა გქონდეთ ჩამოყალიბებული რა გეგმები გაქვთ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რა ცვლილებებს გეგმავთ, ყავთ თუ არა უკვე შერჩეული გუნდი, ვისთან ერთადაც გააგრძელებთ კომპანიაში მუშაობას? არ არის მარტივი პროცესი, გუნდი იქ არსებობს, მაგ გუნდთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, დამოკიდებულია იმაზე, ვისთვისაც მისაღები ვიქნებით და ვინ დარჩება და ვინ არა. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ცვლილებები იქნება იქ და შესაბამისად ანალიზის შემდეგ, სიტუაციის ანალიზის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ვიფიქროთ და მაქსიმალურად მინიმალურ დროში მივიღოთ მისაღები გადაწყვეტილებები კომპანიისთვის. ანუ თქვენ სამსახურიდან არავის გაშვებას არ გეგმავთ რუსთავი 2-დან საკუთარი ინიციატივით? თუ დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არავის არ ვფიქრობთ, რომ გავუშვათ. რას გულისხმობს დანაშაულის ჩადენა? კომპანია კომერციული ორგანიზაციაა და თუ რაღაც არ არის გაკეთებული იმისთვის, რომ საზარალოა ქვეყნის საწინააღმდეგო თუ თქვა მე ვაქვს ბიუჯეტთან ურთიერთობა ყველა კომერციულია, ან კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა თუ საწინააღმდეგო იმის მიხედვით. ანუ აპირებთ რომ აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს კომპანიის საქმიანობა. შესასწავლია, აბა ისე ხო ვერ ჩავიბარეთ, მაგას რა ხდება, სვის დანაშაულს ახალი მენეჯმენტი ან ახალი ადამიანი ვერ მიიღებს. აქიმიძესთან და დვალთან როგორ აპირებთ შეთანხმებას, თუ შესაძლებელია განვიხილოთ სქემა, რომლის მიხედვითაც თქვენ ერთობლივად გაუძღვებით კომპანიას? ეგ სქემა ძალაში რჩება, ერთობლივად გადღოლის, ფიქრობ რომ შესაძლებელია და აბსოლუტურად მისაღები. და ბატონო ქიბარ, თქვენ აღნიშნეთ, რომ არავის გაშვებას სამსახურიდან არ აპირებთ, თუ დანაშაული არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ალბათ გადაწყვეტილი გაქვთ გენერალური დირექტორის შეცვლა, ვის მოიაზრებთ ამ პოსტზე? კითხეთ გენერალურ დირექტორს უნდა თანამშრომლობა და თუ არის თანახმა რომ გამოსწორდეს სხვაზე დადგეს და ესეთი პროტესტები არ აწყოს კანონის წინააღმდეგ. არ ვიცი, მე არ ვფიქრობ რომ ნიკა გვარამია თვითონ დარჩება. საერთაშორისო გენერალური დირექტორი ვალდებულია კანონის აღსრულებას სახელმწიფოს მიეხმაროს, ისე როგორც გავაკეთეთ ჩვენ 2009 წელს და ჩვენს უკანონო დაყადაღებული ქონება შევინახეთ, მოუარეთ, ვიცავდით და გადავაბარეთ თვლით სახელმწიფოს. ეს არის თვითონაც უნდა აღასრულოს ეგ ვალდებულება და თუ არ გააკეთებს ალბათ რაღაც პასუხისმგებლობა დაიგისრება. და ბატონო ქიბარ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ ვხედავთ პარალელურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს. როგორ ფიქრობთ, მარტივი იქნება თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის კომპანიაში შესვლა? ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების აქცია. იმ ხალხის, რომლებიც გვებრძოდნენ და ებრძოდნენ სამართლიანობას პირადი გამდიდრების მიზნით და ეს არის ძალიან პატარა რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი უმნიშვნელოა აბსოლუტურად. ანუ რეალურად ფიქრობთ, რომ არ გაგიჭირდება? თქვენ შეგიძლიათ თვითონ ნებისმიერ მოქალაქეს დააკვირდეს, ვინ იღებს იმ მონაწილეობას, აბსოლუტურად ცნობადი სამართლი არის, რომელიც
დღემდე იკლებება ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობისგან. ახლა გამომდინარე მე არ ვთვლი რომ ხალხი აპროტესტებს რამე. თუმცა ბატონო ქიბარ ჩვენ ასევე გვახსოვს აუდიო ჩანაწერები, ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო ერთგვარ ბარიკადების აღმართვაზე, წინააღმდეგობის გაწევაზე სხვადასხვა ფორმით. ალბათ გექნებათ, უნდა გქონდეთ წესით ინფორმაცია, რადგან იყოთ ყველაფრისთვის მზად, ხომ არ რჩება ეს სცენარი ძალაში? ეს არის განსხვავება ჩვენ შორის. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენ ამას დავემორჩილეთ და თვითონ წინააღმდეგებიან კანონიერ გადაწყვეტილებას. ეს არის სხვაობა და მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს სახელმწიფო, სადაც უკანონო ბარიკადები შეიძლება რაღაც ფუნქციას ატარებდეს და აკეთებდეს.